გამარჯობათ, მე შალიკა ვარ. და ეს ჩემი გადასარევი ლამაზი და დიდებული ინსტრუმენტების ხუთი არის, რომლითაც ყოველდღიურად მუშაობ, ვიყენებ თითქმის ყველა ინსტრუმენტს ვეხები ყოველდღიურად. მინდა ვისაუბრო ინსტრუმენტებზე, ინსტრუმენტების განხილვა მოვაწყო, ტესტები, რომელი ინსტრუმენტი როგორ მუშაობს და ამაზე ვისაუბრო იმ ხალხთან, ვინც ამერიკაშია, ცდილობს ავტოინდუსტრიაში ფეხი შედგას და რა ხელსაწყოები ამისთვის საჭირო, ამაზე ცოტა ინფორმაცია არის ყოველ შემთხვევაში ქართულ ენაზე. მინდა მეგესაუბრო, ვილაპარაკოთ იმაზე თუ თითოეულ ინსტრუმენტს რა ქვია ინგლისურ ენაზე, ვისაუბროთ რა არის პირველადი საჭიროება. ეს ყოველ შემთხვევაში ეს ჩემი ინსტრუმენტების ხუთი არის, რომლის ზრდაში და ჩამოყალიბებაში და როგორც ხელოსნის ინსტრუმენტად ხელოსნის რეალურ toolbox-ად ქცევაში ბევრი ჩავდე. ვიმუშავე ყოველი თითოეული დეტალი, ძვირფასია რაღაც ხრივ და ბევრი საქმე და ბევრი დიდებული საქმე გამაკეთებია. მოკლედ, შეიძლება ეს პირველი ვიდეო არ არის დიდებული, არც ხმა არ ვარგა, მაგრამ შევეცდები შემდეგ ჯერზე უკეთესი იყოს. შევხედოთ რა გამოხმარებას მოიტანს ეს ვიდეო, რამდენი ადამიანი დაინტერესდება და იმის მიხედვით ყოველი ინსტრუმენტის განხილვას შევეცდები, გატესტვას, როგორ მუშაობს და ასე შემდეგ. ძალიან მიყვარს ეს უჯრა. ეს არის ძალიან ბევრი საინტერესო ინსტრუმენტი. Snap-on-ის ეს კონკრეტულ შემთხვევაში ხელთუჩა Snap-on-ი არის. DeWalt-ი ძირითადად 90% სულ Snap-on-ი დევს, მაგრამ Mac Pittsburgh-ი, Mac DeWalt-ი, Mac Husky დიდად არ მომწონს როგორ მუშაობს Snap-on-ი, შემნია მაგალითად ეს. სალაპარაკო ბევრია, გასასინჯიც ბევრი შეიძლება იყოს. ყოველ შემთხვევაში ხელოსნები, ვინც დაინტერესებული ხართ აქ ამერიკაში, ეძებთ ინსტრუმენტებს, ეძებთ შესაბამის ფასებში, ეძებთ რა შეიძლება, რომელი ინსტრუმენტები შეიძლება დაიწყო, იმიტომ რომ აქ ინსტრუმენტების ფასები არის ძალიან ძვირი და ყოველ შემთხვევაში მზად ვარ, რომ ჩემი გამოცდილება გაგიზიაროთ და ვისაუბროთ. კარგად ბრძანდებოდეთ.